54,000 დანაშაული იქნა ჩადენილი 2024 წელს და წლების განმავლობაში ეს რიცხვი, რაც დაასახელეთ 10,000 მსჯავრდებული ყავს, თავისუფლება აღკვეთილი. დავამატებ ამას, რომ 20,000-მდე პრობაციონერი ყავს და ეს რიცხვიც ფაქტობრივად ერთნაირია წლების განმავლობაში და ცხადია ეს არის სავალალო ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. საერთაშორისო გამოცდილებას თუ მოვიშველებთ, მაგალითად 100,000 მოსახლეზე სკანდინავიის ქვეყნებში მოდის 100-105 პატიმარი, თავისუფლება აღკვეთილი პირი. როდესაც ჩვენთან 100,000 მოსახლეზე სადღაც 300-მდე პატიმარი ყავს და ზუსტად აი ამ ადამიანების რიცხვი თავისუფლების აღკვეთა და შემდეგ ამ ადამიანების გათავისუფლების პროცესი უნდა იყოს თამდევი დანაშაულის პრევენციის იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ადამიანს თავისუფლებას უკვეთავ, შენ უნდა იზრუნო იმაზე, რომ იქვე მოხდეს დაწესებულებაში ვთქვათ, რესოციალიზაცია, რეაბილიტაციაზე ზრუნვა და შემდეგ ის რომ გამოვა, უვნებლად უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას.